ადამიანი ორგანიზაციაზე უფრო ღირებულია. არ არსებობს იმაზე გამართლებული ინვესტიცია, ვიდრე თანამშრომლის მხარდაჭერა, მის გაძლიერებასა და განვითარებაზე დახარჯული დრო და ენერგია. ჩვენი მთავარი მიზანიც ამ ადამიანების გვერდით დგომაა. სწორედ ამიტომ შევქმნით ფინოში ბედნიერების კომიტეტი, რომლის თითოეული წევრიც ზრუნავს ფინოელების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. კომიტეტის წევრებს მაფინოებს გვეძახიან. მაფინოს შექმნის მთავარი მოტივი იყო გულწრფელი ინტერესი, რომ არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებით გაგვეუმჯობესებინა ურთიერთობების სამუშაო ადგილზე. ცოტა ხუმრობით, მაგრამ კეთილდღეობის ჩუმი მცველები ვართ. ჩემთვის მაფინოების არსებობა ნიშნავს იმას, რომ თანამშრომელს არ უწევს ფიქრი, თუ როგორ მიაწოდოს მენეჯმენტს კონკრეტული საკითხი თუ პრობლემა. თანამშრომელთა ჩართულობის და პროდუქტიულობის გაზრდა, მათი გადინების შემცირება, ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბება ხელს უწყობს პრობლემის კრეატიული გზით გადაჭრას. სწორედ ამ კრეატიულ გზად შეიძლება მივიჩნიოთ ბედნიერების კომიტეტი. იმის გააზრება, რომ ჩემი ყოფნა ყურადღება თუ მზრუნველობა შესაძლოა დაეხმაროს ჩემს თანამებრძოლ საქმის მოტივირებულად კეთებაში, ეს არის ის, რაც მახარებს და მავსებს. როდესაც გიყვარს ადამიანები, გიყვარს მათთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია და ადამიანებს უხარიათ შენი თანახვა, ეს დიდი ჯილდო და გამართლებაა. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ფინოში მუშაობა გავაგრძელო ფინანსების მიმართულებით და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მაფინოსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან აქტიურად ზრუნავს ჩემი გადასვლის საკითხზე, მეხმარება და მხარს მიჭერს ამ მიზნის მიღწევაში. თანამშრომლებს ჩვენვე იმედებით და ჩვენც მათი იმედი გვაქვს. მაფინოსთვის თანამშრომელზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაცაა. თითოეული მათგანი განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული თვისებებითა და საჭიროებებით, რომელთაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ. მაფინოები ყოველთვის ცდილობენ, რომ თანამშრომლის პოზიციიდან დაინახონ კონკრეტული საკითხი, რაც კომუნიკაციას ბევრად აადვილებს. ჩვენი საქმიანობა აუდიტორული და ბუღალტრული მომსახურებაა. შესაბამისად, ამ საქმეს სჭირდება მაღალი კონცენტრაცია და სიზუსტე. ჩვენი ძალისხმევა, ყურადღება და მხარდაჭერა თანამშრომლებს ეხმარება გაუმკლავდნენ რთულ პერიოდებს, მოკლე დედლაინებს, შეინარჩუნონ ფოკუსი და პროდუქტიულობა. ჰარმონიულ სამუშაო გარემოში მყოფი კმაყოფილი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, მომსახურებისას მეტ პოზიტიურ და პროფესიონალურ მიდგომას გამოავლენს. როდესაც იცი, რომ კომპანიაში არსებობს ადამიანი, შენი გულშემატკივარი, რომელთანაც ძალიან გახსნილად შეგიძლია ისაუბრო ყველა იმ პრობლემაზე ან საკითხზე, რომელიც შენ გეხება პირადად ან კომპანიაში არსებობს, ძალიან მიზრდის მოტივაციას და კმაყოფილებას, რადგან ვიცი, რომ ხვალანზე გაუმჯობესებულ გარემოში გავაგრძელებ მუშაობას. ყველაზე რთული თანამშრომლებთან კომუნიკაციის დაწყება გავს წიგნის ახალ პერსონაჟთან შეხვედრას. ისინი ყველანი ინდივიდუალურები არიან თავისი საჭიროებებით, ამიტომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე თავსატეხია და სწორი გასაღების პოვნაა საჭირო. არსებულ პროცესს რასაკვირველია თან ახლავს სირთულეებიც. დასაწყისში ყველა მაფინო აწყდება დობისა და კავშირის დამყარების პრობლემას, რადგან ყველა ადამიანს არ შეუძლია საკუთარ პრობლემებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გახსნილად საუბარი. აღნიშნული პროექტი საზოგადოებას 2024 წელს გავაცანით და სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც მან დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ბედნიერების კომიტეტმა წლის 2 მნიშვნელოვან ბიზნეს დაჯილდოებაზე გაიმარჯვა და წლის ჯილდოებიც დაიმსახურა. გვაქვს ინიციატივა, რომ ნებისმიერ კომპანიას იქნება ეს მცირე თუ საშუალო ბიზნესი სურვილისამებრ გავუზიაროთ აღნიშნული პროექტის დეტალები, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მიიღწევა ერთად.